მოგესალმებით, ახლა გაჩვენებთ თუ როგორ უნდა დაამატოთ ჩვენი ბიზნეს მენეჯერი პარტნიორად. პირველ რიგში desktop Facebook ვერსიიდან უნდა შევიდეთ Meta Business Suite-ში. ახლა გაჩვენებთ ერთ-ერთ კომპანიის მაგალითზე. შემდგომ ამ ღილაკით უნდა გადავიდეთ Business Setting-ებში. Business setting-ებიდან ავირჩიოთ პარტნიორები, პარტნიორის განყოფილება. და აქ უნდა მოვნიშნოთ პირველივე, რომ მივცეთ წოდომა სხვა კომპანიას. აქ ჩვენი კომპანიის ID-ს ჩაწერთ, რომელსაც გადმოგიგზავნით და აღწერაშიც იქნება ვიდეოსი. შემდეგ next ვაჭერთ. ვირჩევთ გვერდებს, რომლის მიმართ გვინდა და ვაკეთებთ full controls. აგრეთვე ესეც შეგვიძლია მოვნიშნოთ. Add account-ებსაც მოვნიშნოთ და აქაც full controls ავირჩევთ. კატალოგები თუ არის, მაგალითად მოვნიშნოთ და full controls ავირჩევთ. Instagram account-იც მოვნიშნოთ და აქაც full controls ავირჩევთ. ამის შემდგომ, დასტურის ღილაკს ვაჭერთ. მეილის ვერიფიკაციის კოდი მოვა და ესეც შეიძლება რომ ამოგიგდოთ. უკვე მოვიდა. და ამით უკვე დაემატა ჩვენი ბიზნეს მენეჯერი, როგორც თქვენი კომპანიის პარტნიორი. ასევე განვიხილოთ ის შემთხვევა, თუ მაგალითად უკვე არის დამატებული პარტნიორებში Infinity, მაგრამ გვინდა რომ კონკრეტული წოდომა განვაახლოთ. აი მაგალითისთვის რომ არ გქონდეს Ads account-თან წოდომა. აქედან გაქრება. და ვთქვათ, რომ Ads account-ზე წოდომა არ გვაქვს. ამ შემთხვევაში აი ამ ღილაკით ვაკეთებ წოდომების განახლებას. იგივე პროცედურას გავდივართ. მოვნიშნოთ ყველა განყოფილებას. ხელახლა. და წოდომის განახლებას ვაკეთებთ.